წმინდეს გლოვობს მთელი ქვეყანა, პატრიარქს იხსენებენ და მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მოქალაქეები ქუთაისში. არის ძალიან დიდი ტრაგედია. მისი სული საცხონებლად ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და არ უნდა დაივიწყოს ქართველმა ერმა, რაც მან სიკეთე გააკეთა საქართველოსთვის. ყველას იმედი იყო იგი ქართველი ხალხის და ყველას გული შედგება, რომ ამხელა დანაკლისი განიცადა. ძალიან საწყენია ყველაფერი ეს, მაგრამ უფალი დიდია და ჩვენ მისი ლოცვით კიდევ წინ წავალთ ყველაფერს. ძალიან მიმძის ამ საკითხზე საუბარი, იმდენად შემაძრწუნებელი და დამძრგუნველი არის ყველაფერი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ფიქრობ მთელი საქრისტიანოსთვის, რომ ძალიან უდიდესი დანაკარგია. მე მწამს პირველ რიგში იმისი, რომ დაიმკვიდრებს სამუდამო სასუფეველი, სადაც მართალი განისვენებენ და იქედან ილოცებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, გამთლიანებისთვის და ყველაფერი იქნება კარგად. ყოველ შემთხვევაში რწმენა, იმედი და ღვთისგან ის რომ ის უფლისგან იყო გამოგზავნილი, მე მჯერა. და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი გულდაწყვეტი ტელევიზორს არ მოშორები ვარ, გუშინ მთელი საღამო. ტელევიზორს ისეთი გულდაწყვეტილი ვარ და ისე. ახლა დღეს რომ მოვდიოდი, ცვალები გვეცრემლებოდა სულ ყველას ეკლესიაში ვინც ვიყავით. დიდი როლი ჰქონდა საქართველოსში დამსახურებული ამ კაცს 9 აპრილს რო კაცი გამოვიდა, ისიც ძალიან კარგად მახსოვს და ხარს რომ მოუწოდა პატრიარქმა რომ დაიშალეთ ხარ ხო? ის ხალხს რომ დაეჯერებია, კიდე არ მოხდებოდა იმდენი მსხვერპლი და ძალიან ისეთი კაცი იყო რომ ძალიან რა ვიცი გულდაწყვეტილი ვართ. ეს კაცი იყო საქართველოში ყველაფერი, საქართველოს მამა, საქართველოს საპატრიარქოს დიდი მოღვაწე და დიდი კაცი იყო. მიიჭირს საუბარი, მინდა მიუსამძიმრო მთელ ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს. ჩვენი პატრიარქი არა მარტო ქრისტიანების, არამედ მე ბათუმში დაბადებული კაცი ვარ და იქ აჭარლები მყავს, მუსლიმანები, მეგობრები. ხო და ისინიც კი ამბობდნენ, რომ პატრიარქი ჩვენი სულიერი მამაც არის და მოძღვარიც. მისი როლი არის შეუფასებელი კიდე, ჩვენ კიდე არ ვიცით მარტო ჩვენი ერის გამრავლებაში რამხელა როლი შეასრულა. ეს რაც უკვე ჩვენ ყველამ ვიცით, ყველამ ჩვენი დროის ხალხმა ყველამ ვიცით, რომ ხალხმა მესამე, მეოთხე და მომდევნო შვილები გააჩინეს იმის გულისთვის, რომ პატრიარქი ყოფილიყო მათი ოჯახის წევრი და მათი ოჯახის ნათლია. ძალიან მძიმე მოკლედ. ახლაც მეტირება, ძალიან გვეუბნება ჩვენი პატრიარქი. თუმეტეს მე კიდე შორიდან ვიცნობდი. თბილისში ახლა თბილისელი ვარ თვითონ და აქეთ გამოვთხოვდი და 50 წელი აქეთ ვცხოვრობდა. ხშირად ვერ ჩავდიოდი იქ სანახავად და სანამ იქით ვიყავი კი და ახალგაზრდობიდან ვიცნობდი. ძალიან დაგწყვიტა გული. ესე მგონია რომ ჩვენ დაგვიქცა ქვეყანა, პატრიარქი რო გარდაიცვალა. მე ასეთი შეგრძნება მაქვს, აი წუხენ ნამდვილად მთელი ღამე მაგის ლოცვაში და იმაში ვიყავი, რომ აი არ ვიცი. მე არ ვიცი, აი მე ჩვენი ყველაფერი იყო პატრიარქი. ღირსეული ადამიანი იყო ვალი და მართლაც დროს საქართველოსზე იბრძოდა და ბევრი რაღაცა მე კომუნისტების დროს დაბადებული გაზრდილი ვარ. ხო ვიცი რა ხდებოდა კომუნისტები. ძალიან ცუდად და უსანძირებს საქართველოს. ეკლესიაში წევა ხალხი. თავის დროზე ქუთაისში 4 ეკლესია იყო, მეტი არ. 40-ზე მეტია უკვე. მარტო მაგი რა დღეს, მარტო ძალიან სამწუხაროა ერისთვის, სრულიად სამყაროსთვის. ჩვენ გარდაგვაცვალა სულიერი მამა. ეს არ არის მარტო პატრიარქი ჩვენთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა სამყაროსთვის და ძალიან მწუხვართ, მთელი ერი წუხს. უფალმა გაგვინათლოს ჩვენი პატრიარქი. უძირფასესი, შეუდარებელი ყველას და თუ ვინმე ყოფილა, ჩემი აზრით ასე არის, შეუდარებელი და ყველაზე მძიმე მომენტი იყო რთულად მისაღები და გადასატანი თითოეული ჩვენთაგანისთვის და მთელ საქართველოს უსამძივრებ ამ რთულ პერიოდს. ძალიან რთულია, მტკივნეულია ყველასთვის, რა თქმა უნდა და დავობლდით, აი მესმის ხშირად ინტერნეტის სივრცეში პოსტები ხდება სიტყვებით, რომ დავობლდით და ჩვენ მართლაც დავობლდით. პატრიარქი იყო ერის მამა, სულიერი მამა, ყველასი ჩვენი სასიკადულო მამულიშვილი და
უანგაროდ უყვარდა საქართველოს. პატრიარქმა ძალიან ბევრი ჯერ მოაქცია რამდენი ქრისტიანულზე, ჯერ ერი გაამრავლა მესამე ბავშვის და შემდგომი ბავშვების მონათვლით. და რა ვიცი, ყველაფერი სასიკეთოდ გააკეთა ჩვენთვის.